მოგესალმებით ყველას. დღეს გავაკეთებ საჯარო გაშლას ესეთ შეკითხვაზე. თუ რა არის ის საკითხი, რაც 2025 წლის ბოლომდე მოხდება და ზოგადად მნიშვნელოვანი რა არის ისეთი, რაც ამ წელში ან უნდა დაასრულოთ, ან უნდა ისწავლოთ, გაიაზროთ. ნახოთ აბა 2025 წლის ბოლომდე. თქვენთვის რა მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდება წლის ბოლომდე. წლის ბოლომდე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. გონი ჩანს კი. პირველი ვარიანტისთვის იყოს ეს და მეორე ვარიანტისთვის იყოს ეს. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. პირველი და მეორე. გონი ჩანს კი. პირველი ვარიანტით დავიწყებ. ვინც ჩაიფიქრეთ ეს. გასაგებია. პირველი ვარიანტი ხა თქვენთან ჩანს ესეთ სიტუაცია, რომ თუ კი არსებობდა ვინმე ან რამე, რაც თქვენში ეჭვებს და შიშებს იწვევდა, თუ კი არსებობდა რაღაც გარემოება, სადაც თავს მოტყუებულად ან გამოყენებულად გრძნობდით, მაშინ იცოდეთ, რომ აი ეს სიტუაციები რაც ახლა ხდება, ხო? და რაზეც გენერვიულებად და გეფიქრებათ, განვითარდება ზუსტად ესე, რომ შეიძლება მოგიწიოთ გულწრფელი ღია საუბრები ამ ადამიანებთან, ვისთანაც გარკვეულწილად რაღაც გაურკვევლობები გაქვთ. და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა შეიძლება თავდაცვის პოზიციაში იყოთ ერთის მხრივ, რომ აი თქვენს პოზიციას და ინტერესებს იცავდეთ, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვფიქრობ, რომ აი ეს სიტუაცია თქვენ დაგანახებთ თქვენს შიშებს, თქვენს კომპლექსებს და იმას, თუ რეალურად აი ეს კონკრეტული პრობლემა შეიძლება მოხდა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ანალოგიური სცენარი შეიძლება სხვა დროსაც გქონიათ და აი ზუსტად მაგას იაზრებთ რეალურად რა არის ის თქვენი სისუსტე, თქვენთვის მტკივნეული წერტილი, იმიტომ რომ თუ რაღაც ვთქვათ ემოციური ტრავმა გაქვთ, ის ტრავმა გეტკინებათ შეიძლება პირად ცხოვრებაშიც, სამსახურშიც, მეგობრობის ნაწილშიც და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში და აქ ჩანს, რომ თქვენ რაღაც კონკრეტულ თქვენს შინაგან სამყაროში, თქვენს ხასიათში, თქვენს პიროვნებაში შეგაქვთ გარკვეული ცვლილებები, იმიტომ რომ აი ეს გარემოება თითქოს თქვენ თვალს აგიხელთ, თითქოს გამოგიყვანთ რაღაც ილუზიებიდან და ბევრად უფრო თავისუფალი ადამიანები გახდებით და თავისუფლებაში გულისხმობ იმას, რომ გაიაზრებთ, რომ რაღაც ესე, რაც გაშინებდათ, რაც გძაბავდათ, სიმდვრეში არ ყოფილა ისე, როგორც ეს მანამდე გეგონათ და აი მოეშვებით და ცხოვრების ტკბობას შეძლებთ რა. ყოველ შემთხვევაში მე აქ მგონია, რომ შინაგან ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას გადიხართ ახლა წესით და რიგით მაგზას ადგახართ და იცით რა არის თქვენ უბრალოდ გჭირდებათ როგორ ახსნა ეს სწორად, როგორ მოვიტანო. რეალურად ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, მაგრამ არ გჯერათ საკუთარი თავის და
საკუთარ შესაძლებლობებს ვერც ხედავთ, ვერც იაზრებთ და თუ ვერ ხედავთ, მით უმეტეს ხო როგორ დააფასებთ და აი ზუსტად ეს პროცესები რაც ახლა ხდება არის ზუსტად ამისთვის, რომ თქვენ ისწავლოთ თქვენი თავისუფასი და გაიაზროთ რეალურად ვინ ხართ და აი ეს პროცესები სინამდვილეში გეხმარებათ. აი რაღაცნაირად ეს ადამიანები, ვინც თქვენში ამ ნეგატიურ განწყობებს და დამოკიდებულებებს იწვევდნენ, სინამდვილეში ძალიან გეხმარებიან თქვენთვის მტკივნეული საკითხების დამუშავებაში. აბა კიდე მოვიტოვე. მგონია რომ ფინანსებში თუ რაღაცა პრობლემა გქონდათ, თუ სტაბილურად არ იყავით, ფინანსებში დასტაბილურდებით, უფრო უკეთესი მდგომარეობა გექნებათ. ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა თქვენთვის წყნარად, მშვიდად, აი რაღაცა შეკრული ცხოვრება, აი როგორ აი თითქოს ყველაფერი მიდის წყნარად, მშვიდად დაალაგებულად, მაგრამ აი თქვენს ნაჭუჭში ხართ რა, ანუ რაღაც ძალიან ისე რომ თქვენი თავის გამოხატვა მოგინდეთ და რაღაც დიდი სოციალიზაციის სურვილება გაგიშთოთ, არა, მაგრამ აი ეს რაღაცა ბირთვი რაშიც მოექცევით, თითქოს რაღაცა ამ კომფორტის გრძნობას გაძლევთ, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მგონია რომ გჭირდებათ კიდეც ეს და მაინც ნეგატიურ კონტექსტში ვარ ხა და სხვათა შორის არ გამოვიცხავ იმასაც, რომ თქვენ შეიძლება აი თქვათ სოლო მოგზაურობაში რო წახვიდეთ და მარტომ რო იმოგზაუროთ, მაგასაც არ გამოვიცხავ. სხვათა შორის მგონია რომ ძალიან დაგეხმარებათ ესეც და საერთოდ იცი საკუთარ თავთან მარტო თუ დარჩებით. აღონდ ფიზიკურად ოთახში მარტო ყოფნას არ გულისხმობ. აი რომ დაჯდებით და საკუთარ თავთან რომ რაღაცებს აღიარებთ, აი იგივე პერიოდი გექნებათ. კი. ძალიან საინტერესო. კი, წეღანას თქვით ეხაც ვიმეორებ, ვიღაცები შეიძლება სამოგზაუროდ წახვიდეთ და ეს მოგზაურობა ძალიან დაგეხმაროთ, ვიღაცები უბრალოდ შეიძლება რომ თქვენი შინაგანი გაცნობიერებები იყოს გასაღები აი ამ სიტუაციის, რაშიც ახლა იმყოფებით. მაინც მინდა ვიცოდე ამ თქვენს სტრესულ გარემოებას რა იწვევს. იცით რა არის? რამდენადაც თქვენ გტკივათ სინამდვილეში გარემოს საერთოდაც არ არის ეგეთი. ანუ რის თქმა მინდა იცი რომ თქვენ აღიქვავთ რაღაცებს იმაზე უფრო დრამატულად, ვიდრე რეალურად არის. და რაღაცები იმაზე უფრო მეტად გულთან ახლოს მიგაქვთ, ვიდრე რეალურად სიტუაცია და მოცემულობა. ანუ ის რაც თქვათ სხვა ადამიანი არ მიაქცევდა ყურადღებას, არ გაბრაზდებოდა, არ ეწყინებოდა, თქვენ ძალიან გულზე გხვდებათ და რაღაცნაირად გატრიგერებთ. და უმრავლეს შემთხვევაში თქვენგანისთვის შეიძლება ეს იყოს სამსახურეობრივი სიტუაცია. რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებული, ან შეიძლება ვინმესთან სადაო ფინანსები გაქვთ, ან რაიმე მატერიალური გასაყოფი, ხო? ძირითადად ეს უფრო მატერიალურ სამყაროში ანუ მატერიისთვის გამოწვეული კონფლიქტი ან დავიდარება შეიძლება ყოფილიყო. მრავალი თქვენგანისთვის. ეხლა გადავა მეორე ვარიანტზე. აი ეს ვინც შევიფიქრეთ. პირველ ვარიანტად თქვენ კომენტარებში და ლაიქებში გეოდებით. გამოწყდა და გავიწყეთ. მესამე ვარიანტი რა ხდება? 2025 წლის ბოლომდე თქვენთან.
აი კონკრეტულად რა მოხდება ეს ძალიან დეტალურად მიყვება ხა მეორე ვარიანტი საერთოდ სიტყვებით. ნუ მეორე ვარიანტში მე ვხედავ უფრო მეტად არის თქვენ წარსულში დატოვებული ადამიანი, რომელთანაც რაღაცები გასარკვევი გაქვთ დასალაგებელი, გაქვთ თითქოს აი ვეღარ გაგიგიათ საერთოდ დაივიწყოთ ეს ადამიანი, გაუშვოთ თქვენი ცხოვრები და უნდა დაელოდოთ შანსი მისცეს. აი რაღაც აი ვერ დაალაგეთ საერთოდ, იმიტომ რომ ვერ იგებთ იქიდან იმ ადამიანის პოზიცია როგორია, მისი განწყობა როგორია, რა უნდა თქვენთან მიმართებაში, ან უნდა თუ არა საერთოდ და ნუ რაღაცნაირი გაწამაწია რა. და ეხლა აქ როგორი სიტუაცია, იცით რომ თვითონ იმ ადამიანის სურვილი კი არის, რომ თქვენამდე მოვიდეს, მაგრამ ისე ფეხს ითრევს და ისე ეზარება, ისე ძალიან აქ უფრო მგონია, რომ ვიღაცებმა შეიძლება მიიღოთ იმის გადაწყვეტილება, რომ მოდი უბრალოდ კარგ მეგობრებად და ნაცნობებად დავრჩეთ და ასე ვთქვათ, დააფრენდზონოთ ეს ადამიანი. ვიღაცებთან ჯერ კიდევ არის იმის სურვილი, რომ ამ ურთიერთობას შანსი მისცეთ ამ ადამიანსაც. მაგრამ მთლიანობაში ხარ რომ ვკითხე ტაროს, რომ აბა 2025 წლის ბოლომდე აი მიყვება იცი რა, ახლა ტარო მიყვება ის სიტუაციურად, სიუჟეტურად, რომ აი რაღაც თავისებურ განცდებში ხართ, რომ ნერვიულობთ, რომ აბა როგორ ხნა რა გავაკეთო, ის რაღაც ერთ და იგივეს მიყვება. უბრალოდ მითხარი გარკვევით და დეტალურად. 2025 წლის ბოლომდე კარგი ამ ხმლების მეფესთან, თაროთასების მეფია. ისეთი ორმაგი ბუნება რო აქვს. ამ ადამიანთან მიმართებაში 2025 წლის ბოლომდე ან ლაპარაკი ან შეხვედრა ან დალაპარაკება გარკვევა, რა ვიცი, რამე, იმიტომ რომ თქვენთან ვიღაცა მოდის. მოდით რა მითხარი მეორე ვარიანტმა რა უნდა გააკეთოს სწორად, სწორი რა იქნება ის ჩევა მეორე ვარიანტისთვის, იმიტომ რომ ხალხო აი გეტყვით სანამ ჩევას ამოვიღებ, რატო ვიკითხულო, ხა აქ ისეთი გაშლაა, რომ ხა ძალიან ჩამოყვინთებს რასაც ქვია. ტარო გეუბნებათ იმას, რომ სამყაროსეული, ბედის წერისგან, კარმული, რა ვიცი, აი როგორი ტერმინთაც გინდა ვთქვათ და დავუძახოთ, ეს ადამიანი არის მოსული მართლა აი ბედის წერისგან, სამყაროსგან, კარმისგან. ეს ადამიანი არ არის შემთხვევითი ადამიანი და ეს ადამიანი არ მოსულა ზედაპირული ემოციების გამოსაწვევად თქვენ ცხოვრებაში. არა. მაგისთვის არ არის. უბრალოდ აი ეგ არის რა, ეხლა აი მე მინდა რჩევა. მეორე ვარიანტმა რა უნდა გააკეთოს? ან რა გააცნობიეროს, ან რა მოიმოქმედოს, რანაირად მიუდგეს ამ ადამიანს. აი რაღაცა რჩევა ამ ადამიანთან ურთიერთობაში სწორი რა არის, აი რას ითხოვს სამყარო, ღმერთი, განგება. მეორე ვარიანტს რას თხოვ? ნახეთ რა საინტერესო პასუხი მოგვცა. აქ მგონია რომ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთანაც რაღაც ფლირტი ან სასიყვარულო სახის ურთიერთობა შეიძლება გქონდეთ. მოკლედ ყოველ შემთხვევაში არ გამორიცხო ყოფილი ქმარიც, ცოლიც, მოკლედ ადამიანი, რომელიც ახლა რაღაც ერთ ისე კარები რო ცხრწინი უჯახუნებს, ცოტა გეთი ხალხი ყავს ჩაფიქრებული და თქვენგან ითხოვენ იმას, რომ და ესეთი რჩევაა, რომ ამ ადამიანის როგორ გითხრათ, აღიარეთ ეს ადამიანი, მისი დადებითი მხარები და თვისებები, რაც თუნდაც თქვენთან ურთიერთობაში, რაც ასე ვთქვათ, გამოუხატავს, ან რასაც თქვენ ამჩნევთ, მაგრამ თვითონ შეიძლება ესე ბოლომდე ვერ ავლენდეს, იმიტომ რომ აქ ამოდის ის, რომ ადამიანი არის საკმაოდ ასაკით უფროსიც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ და ცხოვრებაში ბევრი რაღაცა უნახავს.
არის თუ ვინმე ასე კენ ჩაიფიქრეთ ანუ პაპა ან ან ტარა გეუბნიოთ იმას რომ მის ასაკს პატივისცემთ. ანუ ხო რაღაც უცნაურია, მაგრამ საკმაოდ ისეთი გამობრძმედილი ადამიანი ჩანს, რომელსაც ძალიან ბევრი უნახავს ცხოვრებაში და თუ ეს ადამიანი არ აყვათ რაღაცეებში, იმიტომ რომ ზედმეტად ზრდასრულია და მისთვის რთულია რომ ფეხი აუწყოს იმ ტემპს, რომელთაც თქვენ მიდიხართ, იმიტომ რომ აი ახლა დაგანახებთ არკანებს რა. თვითონ ამოდის, აი ხა კი, გაშლაში თავიდან იყო ხმლების მეფე, მაგით დაიწყო გაშლა, კი ბატონო, მაგრამ და ეგრე იქცევა და ეგრე დემონსტრირებს თავის თავს თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ შინაგანად ამ ადამიანის პიროვნული არსი არის აი ასეთი. ეს რა ქვია, პენტაკლების მეფე და თქვენ ამოდიხართ როგორც კვერთხების დედოფალი. ანუ საერთოდ სხვადასხვა ენერგია და სხვადასხვა ტიპაჟები ხართ. და შეიძლება ის გაურკვევლობა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ესეთი განსხვავებულები ხართ ერთმანეთისგან, მაგრამ ტარო გეუბნებით იმას, რომ ნუ სთხოვთ, რომ ეს ადამიანი იქცეოდეს თქვენსავით და ფიქრობდეს და საერთოდაც მგონია, რომ თქვენ არა მარტო უბრალოდ ასაკობრივი განსხვავება, მაგრამ რაღაც თაობათა შორისი სხვაობაც კი შეიძლება იყოს, რაღაც აი 10-15 რაღაც ცოტა ისეთი ასაკზე ძალიან ხაზს უსვავს ტარო ამ შემთხვევაში და გეუბნებათ, რომ უფრო მეტი პატივი ეცით, იმიტომ რომ ამ ადამიანსაც ეწყინა თქვენგან, ეტკინა, შეიძლება სამყარო გთხოვთ, რომ მისი პოზიციიდანაც დაიწყოთ ფიქრი, აღქმა. აი სხვადასხვა ძალიან მცირე თქვენგანისთვის შეიძლება იყოს ესეთი შემთხვევა, რომ აი ნათესავთან მაგალითად ან ოჯახის წევრთან თუ კონფლიქტური და ულაგებელი ურთიერთობა გაქვთ, მას აპატიოთ და აი ეს წყენა გაუშვათ თქვა თქვენი განწყობიდან, ხო, რაც და ეს, იმიტომ რომ ის წყენას და სიბრაზეც თქვენში ტრიალებს, ხო? და ტარო გირჩევთ მაგას, რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ, მეტად დააფასოთ, აღიაროთ, შეხედეთ საკითხს და სიტუაციის მისი მხრიდან, მისი პოზიციიდან, ეცადეთ რომ იყოთ მეტად გაწონასწორებული ამ ამბავში და გაწონასწორებულობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეგოისტურად საკუთარი პოზიციით არ უნდა უყურებდეთ ამ ამბავს. ეს არის ერთგვარი რჩევა. მოდი ვიკითხოთ ბარემბა. აი ხო თქვი ახლა ეს ვარიანტი ჩამოყვინთებთ რომ ამ ადამიანის დამოკიდებულება როგორია ახლა თქვენთან ემოციებში. აი იცი რა არის ხა სანამ დავამატებ ესეც მინდა რომ ვთქვა რომ ეს ადამიანი ფიზიკურად თქვენ ვერ აგეწყობათ. აი უბრალოდ არ შეუძლია როგორც 80 წლის მოხუცი ადამიანი ვერ დაიწყებს თქვენთან ერთად ხტუნაობას და სირბილს, იმიტომ რომ შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ არ მისცეს მაგის შესაძლებლობა, რომ იქ სახსრებით ტკივათ ხოლმე წდება რაღაც ხო ხდები. ანუ ისევე ეს ადამიანი თქვენ ვერ დაგიწყებთ რაღაცა ისეთ ქცევის მოდელს ვერ შემოგთავაზებთ, როდესაც თქვენ მას თხოვთ და რაღაცნაირად თითქოს სამყარო თქვენგან უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე ამ ადამიანისაგან და ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება როგორია ეხლა თქვენგან. როგორი განწყობა აქვს ახლა ამ ადამიანს და ზოგადად თქვენი არსებობა ამ ადამიანს
ძალიან ახარებს თავის ცხოვრებაში. ანუ თუ თქვენ გიწევთ ხოლმე საერთო გარემოცვაში და სიტუაციაში ყოფნა, სადაც თქვენ ხართ ეს ადამიანი, აი თქვენ სადაც ხართ, თავს ძალიან რაღაცა კომფორტულად გრძნობს და საერთოდ ძალიან დიდი სიხალისე და ენერგია შეგაქვთ ამ ადამიანის ცნობიერებაში. მაგრამ ეხლა როგორ გრძნობს ადამიანს გონია რომ თქვენ საერთოდ გაწყურეთ მის მიმართ ყოველნაირი ურთიერთობა, კომუნიკაცია, რომ თქვენთვის ის არის სიცოცხლეშივე მკვდარი, უხეშად რო ვთქვა, მაგრამ ძალიან პირდაპირ, რომ აი საერთოდ აღარ იმჩნევთ, საერთოდ აღარ გაინტერესებთ, რომ თქვენთვის აღარაფერს აღარ ნიშნავს და ადამიანს აქვს განცდა, რომ აი მე საერთოდ გონია შეიძლება სცადა ამ ადამიანმა თქვენამდე მოსვლა და შერიგება, ანუ რაღაცა პატარა ნაბიჯები ქონდა, მაგრამ აი აბსოლუტურად უარ ყავით და ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენ ახლა რაღაცა ძალიან ესე აგრესიულად ხართ განწყობილი მის მიმართ და გონია რომ ეხა ერთი სიტყვაც რო გითხრათ, ეგრევე შეიძლება გალანძღოთ ან რაღაც რა, ანუ ძალიან ისე გხედავთ. აი გონია რომ მოიგერიებთ და საერთოდ თავიდან ისე მოიშორებთ, რომ აქეთ თავით შეურაცხყოფილადაც შეიძლება აგრძნობინოთ და აი რაღაც ემოციური გაღარიბება, აი ეს მოდის ძალიან რაღაც თითქოს ადამიანი თავს გრძნობს მარტო დარჩენილად, სადაც თითქოს გონია რომ აღარ გჭირდებათ, რომ ის აღარ არის თქვენთვის საჭირო და საინტერესო. ასევე მოვალოთ. ასევე არის ის, რომ კონფლიქტი, რომელიც ვერც მოგვარდა და არც მოგეცათ შესაძლებლობა, რომ მოგიგვარებინათ. ამ ადამიანს არ უნდა თქვენი დაკარგვა, თქვენთან კომუნიკაციის გაწყვეტა. საერთოდაც ძალიან ბევრს შეიძლება ოფიცნებობდეს და წარმოიდგენდეს. ფიქრობდეს და თავის თავში უშვებდეს იმას, რომ აი თქვენ რო თქვათ შერიგდეთ და რატომღაც წარმოუდგენია ეს შერიგება საერთო ადამიანების გარემოცვაში. ანუ მარტო ერთ-ერთზე კი არა, ანუ რაღაცა ცოტა შეიძლება ეშინოდეს ერთ-ერთზე თქვენთან ლაპარაკის და აი ნუ რის იმედი ქონდეს, იცი რა ვთქვათ, საერთო ან ნათესავები ან მეგობრები თუ ვინმე გყავთ, ხო, რომ აი თქვენ და ეს ადამიანი რო სხვა ადამიანებთან აღმოჩნდეთ, აი მაშინ დაგელაპარაკოთ, მაშინ გითხრათ რამე და გონია რომ აი ეგეთ სიტუაცია უფრო გაუმარტივებს საქმეს. მაგრამ თავისინებით გადმოდგავს ნაბიჯს მეორე ვარიანტი. ანუ როგორ ჩავშვათ? თავისინებით. აი ცი რა არის ამ ადამიანისთვის თქვენ გაქვთ ძალიან ტკბილი ენერგიები, აი პირდაპირ მშობით ტკბილი და გემრიელი ენერგია. და ძალიან სჭირდებით, მას თქვენ სჭირდებით, მაგრამ თქვენ გჭირდებათ თუ არა, ეგ უცალკე საკითხია. თავისით არ მგონია რომ რამე გადმოდგას ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულზე, დაშვებულ შეცდომებზე და ადამიანს ეშინია, რომ თქვენთან მოვიდეს, იმიტომ ეშინია, რომ გონია, რომ თქვენ უკვე ისე წინ წახვედით, ისე განვითარდით და ისე აქტიურად დაიწყეთ განვითარება, თქვენი პიროვნებისა და ცხოვრების გაუმჯობესება, რომ გონია, რომ ამ თქვენმა განვითარებამ კიდევ უფრო წინ რო წაგიყვანათ, კიდევ უფრო მეტად დაგაშორათ მას, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისევ იქ დარჩა, სადაც იმ კონფლიქტის მომენტში, სადაც დატოვეთ და გონია, რომ ძალიან გაუჭირდება, რომ თქვენ დაგეწიოთ და თქვენამდე რომ მოვიდეს. ნუ რაღაცა ძალიან ისე აღგიქვათ რა. მისთვის ხართ ძალიან შორეული, ძალიან მიუწვდომელი, მიუღწეველი, ანუ თქვენ თუ არ გააკეთებთ აქ რამეს. არა გონია, რომ თვითონ რამე გააკეთოს. ხაიძე ხან შეიძლება წამოუვლიდეს ხოლმე ამ ადამიანს განწყობა და სურვილები, რომ აი ხან მივალ და დაველაპარაკები ბოლოს და ბოლოს რას მიზამს, მაგრამ რო არ იცის თქვენი პოზიცია და თქვენ როგორ დახვდებით
ამიტომ ვეღარ ბედავს ხოლმე, იმიტომ რომ ამ ადამიანს რაღაც ძალიან თავმოყარი ადამიანი ჩანს და ეშინია იმის, რომ მისი ძვირფასი თავმოყარება არ შეილახოს და თქვენი თავმოყარება რომ შეილახა, იქ მაგისთვის ეთქვა ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ან შეიძლება ნიშნავდეს კიდეც. ეგ მე გავაკეთეთ გაშლა, ნანობს თუ არა რამეს. ეხლა დაგიმშვიდობებით ჩემო ძვირფასებო. ველოდებით ლაიქებში, კომენტარებში. გამოიწერეთ ჩემი არხი და გაუზიარეთ თქვენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს, ვისაც იცით, რომ ეს საკითხები აინტერესებს ხოლმე. წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის.